მნიშვნელოვანია ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მგენელი არის სწორედ ის, როგორც ენერგეტიკული დერეფანი, ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფანი ევროპისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროექტს, არის ბევრი რისკები, თუმცა არის პოზიტიური მხარეებიც. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი უდიდესი ორი რეგიონალური მეზობლის, თურქეთისა და საქართველოს, თურქეთისა და რუსეთის ინტერესების თანხმედრა მოხდება საქართველოსთან მიმართებაში და მათი ძალთა ბალანსი გარკვეულწილად. თუმცა იმისათვის, რომ ავირიდოთ რისკები, აუცილებელია, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით განხორციელდება, მასში ჩადებული იყოს იგივე ნატოს, თურქეთის როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ინტერესი და რაც მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს საქართველოს აზერბაიჯანის პარტნიორობის ღერძი, რომლის გარეშეც საქართველოს ერთის მხრივ საქართველოს და მეორეს მხრივ აზერბაიჯანის ენერგეტიკული ფუნქცია მთელ თავის მომხიბლელობას კარგავს. თუმცა ჩემთვის მსგავსი ტიპის ინიციატივები ყოველთვის საინტერესოა და იმსახურებს განხილვას, რადგანაც საუბარია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ზრდაზე, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა უნდა მოვნახოთ თანაფარდობა ეკონომიკურ პოტენციალსა და უსაფრთხოებას შორის. ეს არის ყველაზე არსებითი